ამ ლამას ჩარჩოში ჩასმული მაქვს ბებიაჩემის ქორწილის კაბა. ბებია პატარა ტამის ქალი იყო. არც ისე ლამაზი, მაგრამ კოხტა, ძალიან მოხდენილი და ბებია იყო პარტნოი, კერავი. შეეძლო ძალიან ლამაზად კერვა. და იმის თქმა შემიძლია ბებიაზე, რომ როცა გათხოვილა, ეს იყო დაახლოებით 80 წლის წინ, 82 წლის წინ, რომ გათხოვილა ბებია თავის ამხანაგებს ბათუმში, რომლებთან ერთადაც სწავლობდა კერვას, უთქვამთ, რომ შენო კაბაზე არის ფიქრო, კაბას ჩვენ შეგიკერავთ და მოგიტანთ. და ეს კაბა შეუკერავთ იმ ბათუმის სახელოსნოში და ბებიასთვის მოუტანიათ. და ნახე, მინდა გაჩვენო, როგორი დეტალებითაა შეკერილი და მე მგონია, ასე ვფიქრობ, რომ სხვა კაბებისგან, სხვების შეკვეთებიდან მორჩენილი დეტალებია. ან როგორი გულისპირი აქვს, ან როგორი ძვირფასი წული აქვს, ან როგორი ვარდისფერი აბრეშუმი აქვს შიგნიდან, ან როგორი მაქმანები აქვს, ან როგორი ქამარი აქვს, ან როგორი ქუბა აქვს, როგორი ქოლგა. ღირსახოცებიც ხელით მოკარგულია, ქუდით ახლავს და ხელთათმანები. ეს მერე ჩემთვის ძვირფასმა მაიას უმბაძემ ჩამასნევინა ასე ლამაზად ფონი გაუკეთა, იშლებოდა უკვე. ძალიან ეს არის, რა ქვია, დაშლილი და აღარ იყო მთლად საიმედოდ ჩამოსაკიდზე რომ ეკიდა და კარადაში მეცოდებოდა და ამიტომ ჩარჩოში ჩავსვი. ასევე ეს ჩამოსასვლელი ბებიას ჭურჭელთან ერთად ჩემთვის ძალიან ემოციურია და აქ რომ ჩამოვივლი, ასე მგონია აქიდან ძალას ვიღებ და მაძლიერებს. დეიდამ მომიტანა 10 დღის წინ. ეს რომ ნახა ჩასმული ჩემი ბებიას კაბა რომ ნახა ჩასმული, გული აუჩუყდა და მითხრა, რომ შენთანო უფრო უკეთესად შეინახებაო, არ მემეტებოდაო და არ გეუბნებოდი აქამდეო და ჩემი ბებიას ღირსახოცი და ხელთათმანი მომიტანა. ნახე რა სილამაზეა. აბრეშუმია, რა თქმა უნდა. ასეთი ნაზი ბებია ჩემი არ იყო, გლეხის ქალი იყო, ჩვეულებრივი, მშრომელი, ყოჩაღი, ძლიერი, ოჯახის ქალი, პატარა ქალი, ამხელა. აი ძალიან პატარა იყო ბებია და რაღაცა ძალიან ენერგიული და სულ არ იყო ამ ნივთების შესაფერისი, მაგრამ ქონდა ეს ქალური რაღაცნაირი პეწეწნიკე და ასეთი ნივთებიც როდის იცნებდა, არ მინახავს არც ჩაცმული, არც გამოყენებული, ყოველთვის შრომაში იყო, ჩაისკრებდა, საყოლი ყავდა, გვივლიდა ამდენ სულს. არ მინახავს როდის ეცვა და ეხურა. მე არ მინახავს რომ გამოეყენებებს, მაგრამ როგორც ჩანს ქონდა ჩემოდანში შენახული. ესეც იმ დროინდელი, ბებიას დროინდელი კოლოფებია. ეს რა ქვია მაგას? ფლირტია, სათამაშო. საოცარი ტექსტებით. რუსულად და ქართულად. სვია, მითხარით, გადაჭრით, ან ხო, ან არა. ღიღილო, სადაც სიყვარულია, იქ თანხმობაცაა. საოცრებაა. როგორ ტექსტებია. ეს ბებიას სუნამოს კოლოფებია. ძალიან მიყვარს ეს კოლოფები, შენახული მაქვს და ვცდილობ ეხლა რომ ამისი ნიმუში გავაკეთო, რამეს ჩავდებ. ნახე რა ლამაზია. თანამედროვე კოლოფები ასეთი ლამაზი აღარაა. ეს ნახე რა სილამაზია. მე მგონი ცოტა ვაფრენ ამდენი ძველმანი. აქ აფხაზეთიდან ჩამოტანილი ქვები მაქვს, ლიძავას კენჭებია სანაპიროდან. და როგორც ძვირფას ნივთს ისევ ჩუქნი ხოლმე თითოცალს, ვისაც ისევე ენატრება აფხაზეთი როგორც მე. კაი, კმარა მე მგონი. ამდენი ემოციაც ზედმეტია. ეს პატარაობის ფოტოა. ნახე. პატარა იყო. ისიც ნახე. ის გიორგი შევარდნაძეა, როგორი სახეებია. საოცარი სახეებია. ასეთი ხალხი ალბათ აღარ იქნება.